უმცროს კვარაცხელიაზე უეცრად მსოფლიო გამოცემებმა დაიწყეს საუბარი. ნუ თუ ხვიჩას ისტორია განმეორდება. გიორგი მიქაუტაძე გოლით დაბრუნდა. რა ელოდება ქართველს? ამას ნამდვილად არავინ არ ელოდა და ფრანგებმა მბაპეს კვარა ამჯობინეს. ვისთან წავა ოქროს ბურთი? ახალი ინფორმაცია ცნობილია. ვიდეოს დაწყებამდე შეგახსენებთ, მოიწონოთ ის და გამოიწეროთ არხი. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. ვილიარეალი წინა სასეზონო მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს და მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბენფიკას შემდეგ ყვითელი წყალქვეშანავი ამჯერად PSV-ს დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 71 წუთი დაყო. ქართველმა თავდამსხმელმა ამ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ჯვაროსნების შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ჟორჟმა ნიდერლანდული კლუბის კარი 66 წუთზე აიღო. მიქაუტაძემ საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა. მეკარეს გვერდი აუარა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ცნობისთვის ვილიარეალი უახლოეს პერიოდში კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ყვითელი წყალქვეშანავი 5 აგვისტოს ლევანტეს დაუპირისპირდება, ხოლო 8 აგვისტოს გალათასარაის. რაც შეეხება ლა ლიგას, ვილიარეალი პირველი ტურის მატჩს 16 აგვისტოს რასინგის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ სანტანდერულ კლუბში გიორგი გულიაშვილი თამაშობს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 7 საათიდან დაიწყება. გიორგი მიქაუტაძეს პოტენციალი აქვს იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი და ეს ყველამ ვიცით. ახლა მთავარია ამ სეზონის კარგად ჩატარება, გადასვლა ტოპ გუნდში და ამ ყველაფრის დიდ სცენაზე დამტკიცება. შარშან იდეალური სეზონი ქონდა გიოს. წელს უნდა გააუმჯობესოს შედეგები და ჩემი აზრით ბარსელონა დაფიქრდება მიქას შეძენაზე, რადგან ლა ლიგას ქართველი აშკარად აფეთქებს. პროფესიონალია, მონდომებული, მშრომელი და ნიჭიერი. ადამიანურადაც კარგი ადამიანია, ამიტომ უზარმაზარი წარმატებები მიქას. დაწერეთ კომენტარებში, რომელ კლუბში ხედავთ მიქაუტაძეს. ფიქრობ ბარსაში გადავა, მაგრამ მე მისი PSG-ში გადასვლა მირჩევნია. საინტერესოა თქვენ სად გაუშვებდით. UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ ლიეტუვის ჟალგირის 3-0 მოუგო. მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო თორნიკე კვარაცხელია იყო, რომელმაც ბრწყინვალე დრიბლინგით შეტევა, არაერთხელ გაამწვავა და მინდორი აპლოდისმენტების ფონზე დატოვა. კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს არაერთი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორისაა გერმანული ბილდი. PSG-ს ვარსკვლავის ძმა ყველას თავბრუს ახავს. თორნიკე კვარაცხელიამ კონფერენს ლიგაზე თბილისის დინამოს შემადგენლობაში საკუთარ თავზე დიდი ყურადღება მიიქცია. ლიეტუვური კლუბის ჟალგირისის წინააღმდეგ გამოსვლისას ქართველმა ტოპ ტალანტმა ისეთი თამაში აჩვენა, რომელმაც მისი ცნობილი ძმა გაგვახსენა. მარცხენა გარემარბი ფლანგზე გამუდმებით აქტიურობდა, თამამად მიდიოდა მეორვესთან ერთ-ერთზე და თავისი სწრაფი დრიბლინგებით მეტოქის დაცვა სასოწარკვეთაში ჩააგდო. მის ცნობილ ძმასთან პარალელები აშკარა იყო. ზუსტად ისევე როგორც ხვიჩას, თორნიკესაც უყვარს რისკი და სისწრაფის ხარჯზე მცველებს მარტივად უკანიტოვებს. თორნიკეს განვითარებას მიუნხენის ბაიერნიც დიდი ხანია თვალს ადევნებს. მაისში გერმანიის რეკორდმაისტერის კამპუსში სინჯები გაიარა. მაშინ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა დაადასტურა, რომ ქართველი მიუნხენში ვარჯიშობდა და ერთ საკონტროლო მატჩშიც კი მიიღო მონაწილეობა. იქაც შემტევმა ფეხბურთელმა ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ბაიერნის ლეგენდის კლაუს აუგენტალერის გლობალური აკადემიის წინააღმდეგ 17 წლამდელთა შიდა ტესტ მატჩში თორნიკემ შთამბეჭდავი გოლიც კი გაიტანა. მიუნხენში მყისიერი ტრანსფერი შეუძლებელია, რადგან თორნიკე ევროკავშირის მოქალაქე არაა. 18 წლის იუბილემდე მას ბაიერნში გადასვლის უფლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, ეს მარგალიტი მომავლისთვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება. თორნიკე კვარაცხელიას მაგარ პერფორმანს ბილდის შემდეგ ფრანგული გამოცემა ლეეკვიპიც გამოეხმაურა. დინამო თბილისის ახალგაზრდა გარემარბი თავისი გუნდელების მსგავსად ოცნებობს. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და მათი კერპის ხვიჩა კვარაცხელიას გზას გაყვეს. თუმცა ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ ეს ახალგაზრდა გარემარბი პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები ფეხბურთელის უმცროსი ძმა არის. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 16 წლისაა, ეს სისხლით ნათესაობა მის მიმართ არსებულ მოლოდინებს კიდევ უფრო მაგრად სრდის. თორნიკე კვარაცხელიამ დინამო თბილისის პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა მაისში ჩაატარა. სეზონის ბოლოს ჩატარებული კიდევ 3 მატჩისა და
1 ივლისს საქართველოს სუპერთასზე ძირითად შემადგენლობაში გამოჩენის შემდეგ 16 წლის ფეხბურთელმა ევროპული გამოცდილებაც მიიღო. მონდორფთან კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩი ცვლილებაზე შესვლის შემდეგ მარცხენა გარემარბი ხუთშაბათს საღამოს ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გოლი ან საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, პატარა კვარა მარცხენა ფლანგზე თავისი დინამიურობით გამოირჩეოდა. პოზიციაზე, რომელზეც მისმა ფეთქებადობამ და ბურთის კონტროლმა მიგვანიშნა, რომ უფროსი ძმის შემტევი დნმ მასაც აქვს. წერს ფრანგული გამოცემა. რა თქმა უნდა, თუ თორნიკე მართლა მოხდება მიუნხენის ბაიერნში, ეს მართლაც ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ არის ერთი დეტალი. გარდა იმისა, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას ძმა არის, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება უკვე ყველაზე მთავარი ფეხბურთელიც არის. და წარმოიდგინეთ, ამ ხელა ზეწოლას სევიდან ემატება ის, რომ უდიდეს გრანდში გადადის. ფიქრობ, ეს არის ძალიან რთული გამოწვევა, თუმცა შეიძლება თორნიკემ ამასაც გაართვას თავი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები. რას ფიქრობთ, არის თუ არა ადრე თორნიკესთვის მიუნხენის ბაიერნში გადასვლა, თუნდაც 18 წლის ასაკში. პოპულარული ფრანგული რადიო RMC-ის ეთერში ცნობილმა ჟურნალისტმა ვალიდ აშაშურმა 2026 წლის ოქროს ბურთის ირგვლივ დებატები ხელახლა გააჩაღა. მან შესაძლო პრეტენდენტთა სიაგანი ხილა, რომელიც რამდენიმე გამოკვეთილი გამოსვლით აღნიშნა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს ლონდონში დაგეგმილ ცერემონიაზე არც ერთი ფეხბურთელი აშკარად არ ლიდერობს და მათ შორის არც კილიან მბაპეა, მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ტიტულისთვის რბოლა განსაკუთრებით ღია ჩანს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. კანდიდატებად რამდენიმე ფეხბურთელი სახელდება, თუმცა სრული უპირატესობა ჯერ არავის მოუპოვებია. თავისი გამოსვლისას აშაშურმა ლამინ იამალის, როდრისა და ჰარი კეინის შემთხვევები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მათი არგუმენტები შესაძლოა არასაკმარისი იყოს სხვადასხვა კრიტერიუმის გამო, როგორიცაა მოგებული ტიტულები ან მათი გავლენა დიდ ტურნირებზე. კილიან მბაპეც იმ მოთამაშეთა შორის არის, რომელთა კანდიდატურაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მიუხედავად ამისა, ფრანკს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. მადრიდის რეალის თავდამსხმელი ლა ლიგის ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ ინდივიდუალურმა მაჩვენებელმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საბოლოო კენჭისყრაზე. თუმცა ამ სეზონში მსხვილი ტიტულების არ ქონა აშკარად მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ოქროს ბურთისთვის ამ ბრძოლაში PSG-ს ზოგიერთმა მოთამაშემ შესაძლოა სურპრიზი შემოგთავაზოს, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ფავორიტებად არ მოიაზრებოდნენ. ასეთები არიან უსმან დემბელე და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია. პირველი სარგებლობს თავისი გუნდის შედეგებზე არსებული გავლენით, ხოლო მეორე გასული ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება. პასუხს 26 ოქტომბერს ლონდონში შევიტყობ. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ, ასეთ შემთხვევაში იცით რაც უნდა გააკეთოთ. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.